მოგესალმებით დიანა, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ხო რაც შეეხება აქ მიმდებარე ტერიტორიას, მე მინდა დაგათვალიერებინოთ რა ხდება ახლა საკუთრივ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იკრიბებიან ადამიანები, ხედავთ კადრში საქართველოს ევროკავშირის დროშებს, ახლა მიმდინარეობს აქციის სამზადისი, აქ არის რამდენიმე სახის ბანერი მოტანილი, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, რა თქმა უნდა, ბუნებრივი არის მზია ამაღლობელის ბანერიც მოტანილი, ხედავ კიდე ერთ ბანერს დავთხოვთ ან ოპერატორმა რომ გაჩვენოთ რა ტექსტები წერია ამ ბანერებზე. საქართველოს დამოუკიდებლობა გადაწყდა 1918 წელს, ერთგვარი ისტორიული, ესე ვთქვათ, შემაჯამებელი ბანერებიც არის აქ მოტანილი. ხედავთ როგორც გითხარით რამდენიმე ტიპის სხვადასხვა ბანერებს და აქ არიან ახალგაზრდებით, მაისურებით, დროშებით, საქართველოს ევროკავშირის დროშებს ხედავთ. ანწუხელიძე ჩვენი თიამაყებდა ესეთი წარწერა აქვს. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ვარ. ძალიან საინტერესოა თქვენი მაისური. შენი გაკეთებულია პირველ რიგში მინდა. დიახ, ჩემი გაკეთებული. და რატომ ეს წარწერები? იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტექსტი წერია შენს მაისურზე. იმიტომ რომ პირველ რიგში მგონი არავის არ გვინდა 21 საუკუნეში რუსეთში ცხოვრება და რუსულ რეჟიმში ცხოვრება. რა თქმა უნდა, ანწუხელიძე ჩვენი თიამაყებდა. მადლობა. ერთგვარი აქცია პერფორმანსი მიმდინარეობს და მინდა თქვენ პირდაპირ ეთერში გაჩვენოთ. პუტინის სურათი არის ხეზე გაკრული და მას ესვრიან, ასე ვთქვათ, სამიზნეთ არის აქციის მონაწილეების სამიზნეთ. ხსოვდი გენრი იდოლიძეს ვხედავ. გენრი, ძალიან საინტერესო პერფორმანსია, რატომ გადაწყვეტეთ დღეს ამ ფორმით? მე მინდა კიდევ ერთხელ გთხოვ ოპერატორს კადრშიც გაჩვენოთ ბავშვები. მშობლები არიან ბავშვებთან ერთად მოსულები. ყველა აღნიშნავს ბუნებრივია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. აჩიკოს ვხედავ ბერძეს, აჩიკო, შენი პოზიცია დღევანდელ შეკრებაზეც მინდა გკითხო, რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი ყველა გამოვიდეს ქუჩაში და კიდევ ერთხელ თავიანთი სათქმელი დააფიქსიროს. პირველად დამოუკიდებლობა, რეალური დამოუკიდებლობა საქართველოს 7 წლის წინ მოითხოვა და პირველ რიგში ვილოცავ ქართულ საზოგადოებას და ჩვენ ნამდვილად შევძლებთ ამ ბრძოლით, ერთად ბრძოლით, რომ საქართველოს რეალური დამოუკიდებლობა კიდევ ერთხელ მოუტანოთ ქართული ოცნების გარეშე, მაშინ როცა ქართველი ხალხი გაიმარჯვებს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და დღეს დგომა სწორედ ამისთვის არის აუცილებელი, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ქართულ ოცნებასაც და თელს მსოფლიოს როგორი მებრძოლი და დამოუკიდებელი ერია საქართველო და ქართველი ხალხი. ნამდვილად ქართველები რომ მებრძოლი ერი არიან, ამას ეს კადრები ცხადყოფს უწყვეტი აქციები ბათუმში. აქ არც ერთი დღე არ შეწყვეტილა. ვაჟა დარჩიას მინდა ვკითხო, ვაჟა, ხედავთ რომ იკრიბებიან აქ ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაც და ჩვენ ვართ ნამდვილად ევროპის ნაწილი. რა იქნება დღეს შენი სათქმელი ბათუმში? პირველ რიგში სრულიად საქართველოს ულოცავ სახელმწიფოებრიობის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს. ჩვენ რეალურად გავხდით დამოუკიდებელი სახელმწიფო და ეს დამოუკიდებლობა არის დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებიდან. ამიტომ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს მოუწოდებ, რომ დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის სადაროჯოზე, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ყოფილა ეპოქა, არ ყოფილა დრო, როცა დამოუკიდებლობას ედგა ესეთი საფრთხე. დღეს ჩვენ რეალურად არათუ რუსული რაღაცა სპეცსამსახურები, ჩვენ ვყავთ დღეს ხელისუფალი, რომელიც პირნათლად ასრულებს ჩვენი მთავარი მტრის დავალებას და სწორედ ამიტომ ჩვენ ამ მტრისგან და შესაბამისგან ამ ხელისუფლებისგან უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ კიდევ ერთხელ ულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს და ჩვენ ქვეყანას უსურვებთ, რომ ვიყოთ ისეთი დამოუკიდებლები, როგორიც ეს ქვეყანა გახდა თავის დროზე და ეს დამოუკიდებლობა ჩვენ მათი სისხლის ფასად დაცული დამოუკიდებლობა აუცილებლად უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ. მე ვთხოვ ოპერატორს თან წამოყვე და მინდა გათვალიერებინოთ როგორ იკრიბებიან აქ ადამიანები, რომლებიც უერთებიან საპროტესტო აქციას და როგორც გითხარით ხედავთ ევროკავშირის და საქართველოს დროშებს. ლინდასთან მინდა გადავიდე. ლინდა არის ერთ-ერთი იმ ახალგაზრდათაგანი, რომელიც უწყვეტად დადის უკვე მე რამდენი დღე 200 დღეა მეტი ალბათ, რაც ამ ადგილზე ნებისმიერ ამინჩით გახართ, თუმცა დღეს განსაკუთრებულად ემოციური დღეა. რა იქნება დღეს შენი სათქმელი? 1918 წელს საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა და ეს არის იმის მაგალითი, რომ ქართველი ერის არჩევანი არის მტკიცე თავისუფლებისკენ და ევროპისკენ მიმართული, ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 200 დღეა გარეთ ვყავართ, იყო რაღაც მომენტები, როცა ვიყავით ოფისში, მაგრამ მაინც გავძელით და ერთად
ერთადერთი რაც ამ ბრძოლაში გადაგვარჩეს არის სიჯუტე და მოთმინება. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ მაინც გავაგრძელებთ აქ ყოფნას იქამდე, სანამ ეს რუსული რეჟიმი არ დასრულდება. მადლობა. როგორც გითხარით, მე ვთხოვ კიდე ოპერატორსთან, რომ კადრებში გაჩვენოთ, როგორ იკრიბებიან აქ საკონცერტო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეები, რომლებიც, როგორც გითხარით, უწყვეტად რამდენიმე დღეა, რამდენიმე თვეა ქარში წვიმაში თოვლში აქ დგანან და ეხა ხედავთ, როგორც გითხარით და როგორც კადრებში ჩვენი მაყურებელი ნახავს, როგორ ნელ-ნელა მოდიან აქ საკონცერტო სასამართლოსთან. ლევან გორგილაძესაც ხედავ, როგორც ირკვევა აქ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც არიან სამოქალაქო აქტივისტები და რიგით მოქალაქეებთან ერთად. რა იქნება დღეს შენი სათქმელი ბათუმიდან? ხედავთ, რომ იკრიბება საკმაოდ ბევრი ადამიანი უერთდება ამ დაანონსებულ საპროტესტო. ხო, ბათუმში ისევე როგორც დედაქალაქში 180-ზე მეტი დღეა უკვე ადამიანები იკრიბებიან, ეს უნდა აღინიშნოს, ხო, დედაქალაქის პარალელურად. ჩვენ დამოუკიდებლობა როცა მოვიპოვეთ, მაშინ უკვე ვთქვით რუსეთთან ყოველგვარ ურთიერთობაზე უარი. ამის შემდეგ ჩვენ გქონდა ომი რუსეთთან 2008 წელს და არა მხოლოდ რა თქმა უნდა დღითი დღე მიმდინარეობს მცოცავი ოკუპაცია, საზღვრის გადაწევა და გადმოწევა და ასე შემდეგ. ხო და არ გამოვა ბიძინა ივანიშვილს რაც აქვს ჩაფიქრებული, ჩვენ გავიმწეღავთ თქვი რომ უარი ვთქვით თქო რაღაცა რუსეთთან ურთიერთობაზე და დღეს გვყავს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რომელიც მიექანება იქეთ და ცდილობს რომ ჩვენც იქით გადაგვაჭოჭოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ შეუგუებლობას ხო ამდენი ხნის განმავლობაში 180 დღის განმავლობაში პროტესტი ამ ქვეყანაში არავის არ ახსოვს. არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რა ვიცი ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, სხვადასხვა ქალაქებში, იმიტომ რომ ზუსტად გვაქვს გათავისებული თუ რას ნიშნავს ურთიერთობა რუსეთთან და ამიტომაც ვდგავართ და მივაღწევთ აუცილებლად იმ შედეგს, რაც ამ ქვეყნისთვის არის აუცილებელი და ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება, რა თქმა უნდა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არის ის მთავარი მოთხოვნა, რაც ამ ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან. მადლობა. კობა ხაბაზი შემოუერთა, როგორც ხედავთ ბათუმში საპროტესტო აქციას, ხედავთ თბილისში აქციებზე, ხედავთ ბათუმშიც. რა იქნება დღეს ბათუმიდან ყველა ჩვენს რესპონდენტს ზუსტად მაგ მკითხვას უსვამთ. რა იქნება თქვენი სათქმელი? რატომ არის დღეს მნიშვნელოვანი ყველა იყოს გარეთ და აფიქსირებდეს იმ პოზიციას, რაც ჩვენ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება? პირველ რიგში ყველას, საქართველოს ყველა ადამიანს, პატრიოტს, ყველა თანამებრძოლს, ყველას ვისაც ძვირფასია სამშობლო ულოცავ დღევანდელ დღეს. ეს არ არის ახალი წელი, როდესაც ახალ წელს ყველაზე იმობს. თავისუფლების და დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი, ჩემი აზრით, იმ ხალხის დღე არის, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, ასე რომ კიდე ერთხელ თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ულოცავ დღევანდელ დღეს. რატო არის მნიშვნელოვანი? ძალიან მარტივად, მერაბ კოსტავას სიტყვებს გავიხსენებ, დადგება დრო, როდესაც საქართველოს იქნება თავისუფალი, მაგრამ თუ ხალხი შეწყვეტს ბრძოლას თავისუფლებისთვის, აუცილებლად დავკარგავთ მას. არ უნდა შევწყვეტოთ ბრძოლა, ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი. გავიცი მზიას სიტყვები მინდა გავიხსენო ასევე, ვიბრძოლოთ სანამ გვიან არ არის. არ არის ეს ლიტონის სიტყვები, მართლა შეიძლება იყოს გვიან მალე. მართლა შეიძლება საფრთხის წინაშე დგას. არასდროს ეს სიახლოს გამარჯვება არ ყოფილა, მაგრამ არასდროს ეს სიახლოს არ ყოფილა აგრეთვე დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე. ასე რომ ვიბრძოლოთ ერთად, ვიბრძოლოთ საქართველოსთვის, ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ძლიერი საქართველო გქონდეს. გენაცვალეს საქართველო, ოღონდ თავისუფლების მოყვარო. თავისუფლებისთვის მებრძოლო საქართველო. მადლობა. ახალი ბანერებით არიან ადამიანები, თავისუფლ პოლიტპატიმრებს ეს არის ბუნებრივი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა წარსულის გმირმა მომავლის თავისუფლებამდე. პირდაპირ ეთერში ვარ და უნდა გკითხოთ, თქვენი ხელით შესრულებული ბანერებია როგორც ხვდები და რატომ გადაწყვეტეთ, რომ დღეს ესე შეგესრულებინა ამ წარწერებით გამოსულით? ზუსტად იმის გამო, რაც რეალურად ბოლო პერიოდში ხდება. ან რა დამოუკიდებლობაზე არის საუბარი, როდესაც რეალურად ღირსება წაგვართვეს ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იგივე რუსმა შნირებმა და მე დავამატებდი იმას, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვაქვს დასაცავი. ის ყველაზე ღირებული რამ, რაც სახელმწიფოს აერთიანებს ქართველ ერს, რომელიც წლების მანძილზე საუკუნოვანი ბრძოლით ინარჩუნებდნენ ჩვენს ღირებულებებს, ჩვენს ადათ-წესებს და ჩვენს დამოუკიდებლობას. ეს არის და ეს გილოცავთ
მთელ საქართველოს. მადლობა. აკაკისაც მინდა ვკითხო თავარი სათქმელი და მნიშვნელობა დღეს ყველას ქუჩაში ყოფნის და საკუთარი პოზიციის ევროპული მომავლის დაცვის აუცილებლობა რატომ არის ესეთი მნიშვნელობა? დღეს განსაკუთრებით სიმბოლური დღეა. ეს დღე განასახიერებს ყველაფერ იმას, რაც გაიღო თაობებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ეს არის დღე, რომელსაც უკავშირდება უამრავი დაღვრილი სისხლით თუ ოფლით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავადასტუროთ კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას იმ იდეალების ერთგულება, რაც ამ ქვეყნის დამფუძნებელმა მამებმა ჩადეს, როდესაც აფუძნებდნენ ამ რესპუბლიკას. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იმ პატიმრებმა, რომლებიც უკანონო ტყვეობაში იმყოფებიან, დაინახონ კიდევ ერთხელ ჩვენი სწრაფვა ევროპული მომავლისკენ, დემოკრატიისკენ და რაც ყველაზე მთავარი არის, მათი გათავისუფლების მოთხოვნა არ იცვლება. ჩვენ ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, არ გვწამს იმ ყალბი მზეიმის, რომელიც დღეს ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გამართა, იმიტომ რომ 1921 წლის 25 თებერვლის შემდგომ საოკუპაციო მთავრობამაც 26 მაისი აღნიშნა და ეს არაფერს არ ნიშნავს. მთავარი არის, რომ ქმედებებში უნდა იგრძნობოდეს დამოუკიდებლობის სიყვარული, ქმედებებში უნდა იგრძნობოდეს ამ იდეალების ერთგულება და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, ამიტომ დგავართ აქ და ეს პროტესტი არ შეწყდება მანამ სანამ მიზანს არ მივახცევთ და დაუღალავი ბრძოლა ყოველთვის მოიტან შედეგს. მე ამაში ვარ დარწმუნებული. მადლობა. აი დიან ასეთი ახლა აქ საკუთრივ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება, როგორც გიყვებოდით და კადრებსაც ნახულობ ჩვენი მაყურებელი ამ წუთებში იკრიბებიან აქ ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება. ამ ადამიანების დიდი ნაწილი არის ის ადამიანები, რომლებიც 200 დღეა თითქმის დგანან ქუჩაში, არც ერთი დღე საკუთრივ სასამართლოსთან აქცია არ გაჩერებულა. ევროპული მომავლის მცველები ისევ იკრიბებიან დღესაც ბუნებრივია 26 მაისს. როდესაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი თავისუფლება დასაცავი ეს ადამიანები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ. ნატო გოგელია გვერდთვებოდა ბათუმიდან რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ისევ